თუ გსმენიათ სუსი რას საქმიანობს? არ ვიცი და ვერ გიპასუხებთ. რა ამბები გახსენდებათ სუსზე? ეხლა ზუსტად ტერმინებით ვერ გადმოგცემთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ბატონო, უსაფრთხოების სამსახური. და რას საქმიანობს თუ გაგიგიათ წესით უნდა იცავდეს უსაფრთხოებას, ხო? წესით და სინამდვილეში თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გსმენიათ? არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვიტყვი. რა საქმიანობს თქვენ ჩემს უკეთესად იცით? თქვენ რა გსმენიათ? აი რა ასოციაციას იწვევს ეს სამსახური? ეს სამსახური? დიახ. აჟიოტაჟს. აჟიოტაჟს? და. რატო? აი რას გულისხმობთ ამაში? რას გულისხმო? ხო. არ მინდა ახლა ყველაფერი რო ვსკა. ნუ აი ერთი მე ვარ სოხუმელი. დიახ. სოხუმიდან ძალიან საშინელება გადავიტანე. ხო და იცით რას გეტყვით? მინდა რომ მშვიდობა იყოს ჩვენ საქართველოში. მე რომ აქვს გადატანილი, მტერსას არ ვუსურებ ჩემო გენაცვალ. აი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ემსახურება მშვიდობას როგორ ფიქრობთ? ვერ გეტყვით ვერაფერს. ზოგი როგორ, ზოგი როგორ. რაღაცა დაყოფილები არიან. უნდა იყოს ერთობა, უნდა იყოს გაგება, უნდა იყოს სიყვარული ერთმანეთში და მაშინ საქართველო გაიმარჯვებს ყველაფერში. აი სუსზე აჟიოტაჟი მახსენდებაო მითხარით. იმიტომ რომ ზოგიერთები იქ ისეთები არიან, ცუდად იქცევიან ადამიანებს. აი ეს მაინტერესებს. მენიათ რამე კონკრეტული? კონკრეტული ახლა არის, შედით ინტერნეტში და რას არ ნახავთ, რას არ გაიგებთ და ისე კიდე რუსთაველზე რა ხდება და რა არა და რა მოხდა და რა არა. ასეა ჩემო კარგი. სუსთან მდგავართ და რა გსმენიათ ამ სამსახურზე? ადრე ბევრი და ახლა ცოტა. ადრე რას ნიშნავს საერთოდ რა პერიოდი? ნუ აქტუალური რო იყო მაშინ უფრო მეტია. ეხლა დაკარგა აქტუალობა? ახლა არ ვარ ჩართული მასზე, მაშინ ვიყავი ჩართული. საერთოდ აღარ ვარ ჩართული და არ ვიცი. და ეხლა მაშინ მინდოდა თუ არ მინდოდა ეს სუს მესმოდა, მაგრამ კონკრეტულს ვერაფერს ვერ გეტყვი, საერთოდ პრეზიდენტიც ვინ არის ზოგჯერ არ ვიცი. დამეხმარეთ რა არის ეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადრე საერთოდ ხალხთან არაფერი საერთაშორო ეხლა მოტაცებული არ იყო ჩვენი ხალხი აქედან რა ხდება ხო აქეთ მაგითი ხელმძღვანელობით ხო ეგრეა მოდიში თუ იმდენად კარგად არ ვლაპარაკობ ქართულად არა ხო მოტაცებულში ვის გულისხმობთ აი გუშინ მაგალითად ბაჩიაშვილი ჩვენი იმისი ნაციონალიზმის ფერმები სახელი მეუღლე რომ მოიტაცეს სიკაბო კუჩავა სიკაბო კუჩავა ძალიან კაი ქალბატონი ბრძანდება და ძალიან ჭკვიანი და საერთოდ სამშობლოს მოყარი ადამიანი რა აი სხვა რამე საქმიანობიდან რა გახსენდებათ სუსის თქვენი აზრით რას უნდა აკეთებდეს და ისეთ რა არაფერი კარგი არ მახსენდება გენაცვალე და რა უნდა კარგი რა ვიცი რაც პატრიოტები აკეთებენ კარგ სამშობლოსთვის თითქოს აი უკუღმა ოპოზიციის თანაშაულებთან ბრძოლა ფიქრობ ეს უკვე მთავრობიდან უფრო მოდის, რადგან ფიქრობ სახელმწიფოს კონტროლის ხელშია ყველანაირი ეს საჯარო თუ ავით უკვე ძალიან ბევრი კერძო დაწესებულებას შესაბამისად უკვე კონკრეტული ადამიანის დამოკიდებულებაზეა დამოკიდებულებით უნდა განსაზღვრო თუ რამდენად ასე ვთქვათ ახსაკვეთია ოპოზიციის ქმედებები თუმცა ჩემი კონკრეტული აზრით პირიქით ანუ ოპოზიცია მებრძოლი ოპოზიცია რომელიც ჯანსაღად აკრიტიკებს ხელისუფლების ქმედებას არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ამიტომ არ ვამხრობი იმ მოსაზრებას რომ აი ოპოზიცია რაღაც გადატრიალების მოწყობას ცდილობს რადგან ჩემი აზრით არ ცდილობს ნუ რაც ჩანს ძირითადად ეგეც საქმეებს დიახ ნუ ანუ სუსის საქმიანობაზე არ მაქვს ბევრი ინფორმაცია და ამიტომ ვერ შევაფასებ მაგრამ თანამედროვე დროს ტელევიზორსაც დიდად არ ვუყურებდი თუმცა ოპოზიციაზე ასეთი დამოკიდებულება მაქვს. სიმართლეს ემსახურებიან და სიმართლეს იძიებენ. ვინც დასაჯელია სჯიან. აი ვიცი. ანუ მოგწონთ მათი საქმიანობა. ძალიან ყოფილი ვარ, კარგი ის არის ორგანიზაცია. რამე კონკრეტულ ფაქტს ხომ ვერ გაიხსენებთ აი წარმატებით რას ებრძვიან? არა, ყველაფერი კარგი აგებს ცხოვრობ, მეზობლეთ არიან, მიამაყებიან, რომ ესეთ კარგი ორგანიზაციის მეზობელი ვარ. სახელმწიფოს უსაფრთხოებას უწყობს ხელს. და როგორ შეაფასებთ მის საქმიანობას? რაც თვითონ როგორ შევაფასებ? ანუ აი კარგად მუშაობს. ხო, კარგად მუშაობს. და უსაფრთხოდ გულისხმობ თავს.
ალბათ ყველასთვის ცხადია ხო, როგორც ვაფასებთ მიმდინარე მოვლენების კონტექსტში სუსის საქმიანობას, ეს არის საქმიანობა, რომელიც აბსოლუტურად დაკავშირებული არის სახელმწიფო დავალებების შესრულებასთან და არაკეთილწინდისეულ ქმედებებთან სამწუხაროდ. აი ცოტა ხნის წინ შეგვხვდა ერთი ახალგაზრდა ბიჭი, იმან თქვა რომ უსაფრთხოებას იცავენო და მე თავს დაცულად გრძნობო და როგორ ფიქრობთ ეს გამონაკლისია? არა, დაცულად იგრძნობ იმ შემთხვევაში თავს თუ ეკუთვნი იმ კონტექსტს, რომელი კონტექსტიც არის სახელმწიფო de facto და ივანიშვილის გარემოცვა. სხვა შემთხვევაში აუცილებლობით თუ რაღაცით იკვეთები სუსთან, შენ ხარ არა უსაფრთხოდ, არამედ ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ და შეიძლება გახდეს სწორედ დევნის, შანტაჟის და სხვა ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებების ქვეშ, რომელიც შენ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შეუქმნის საფრთხეს ნამდვილად. აი რა ამბები გახსენდებათ, როდესაც სუსი გესმით, რა ასოციაციას იწვევს თქვენში? ჩემთვის იცით როგორ არის, მე ვეღარ ვავლებ მკაფიო მიჯნას ამ სახელმწიფო სამსახურებს შორის, იმიტომ რომ მგონია რომ ეს უკვე ყველაფერი არის ერთ მიზანს ემსახურება იმას, რომ ჩამოიშალოს სამართლიანობა, სახელმწიფო წესრიგი და მიემართოს მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის კეთილდღეობას და მახსენდება ყველა ის უკანონო ქმედება, რაც ამ ბოლო პერიოდში, რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. აბსოლუტურად რაც ხდება ჩვენს თავს, თქვენს თავს, მედიების თავს, ანუ ყველას თავს რაც ხდება, რაშიც გავიღვიძეთ, რაშიც ვცხოვრობთ ყოველდღიურად. სუსის საქმიანობაზე თუ გსმენიათ რამე? სუსის? კი. დიახ. რა გსმენიათ, როგორ აფასებთ? კარგად ვერ. ჩემი აზრით. ხო, თქვენი აზრი გვაინტერესებს. ჩემი აზრით? როგორ ფიქრობთ, რას ებრძვიან სინამდვილეში? თავისუფლებას. ვის თავისუფლებას? ხალხის, ქვეყნის. რაში გამოიხატება მაგალითებს ხომ ვერ გაიხსენებთ? კონკრეტულად ბევრი მაგალითია და ახლა ვერ გავიხსენებ ყველას ერთად, მაგრამ ჩემი პირადი აზრი ესეთი. აი მიმდინარე ამბები ხო არ გახსენდებათ, მაგალითად გულშინ ბაჩიაშვილმა თქვა, რომ სუსის უფროსი იყო იმ თვითმფრინავში, რომელთაც გაიტაცეს და თიკა ბოկუჩავას ხმარმა თქვა, რომ მოიყვანეს აქ ანგარიშსწორებისთვის. გსმენიათ ეს ამბები? კი, რა თქმა უნდა, ვსმენ. და აი, როდესაც სუსი გესმით, რა ასოციაცია გიჩნდება? უნდობლობა.